მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. გიორგი მიქაუტაძის პირველი ინტერვიუ ვილიარეალში. რა განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა? რას ეძახიან ხვიჩა კვარაცხელიას და უსმან დემბელეს გუნდში? ფეხბურთელების ახალი მეტსახელი. გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. თუ რაიმე მიზეზის გამო არხით ჯერ კიდევ არ გაქვს გამოწერილი, გამოვასწოროთ ეს შეცდომა. უმეტესობა უყურებთ ჩემს ვიდეოებს, რაც ძალიან მახარებს და იგებს სიახლეებს ქართულ და უცხოელ ფეხბურთელებზე. ხოლო ეს ყველაფერი ორივე მხარესთვის მომგებიანი რომ იყოს. ამისთვის საკმარისია ერთი ღილაკის დაჭერა. კომფორტულად მოკალათდით და ჩვენ ვიწყებთ. FIFA მომავალი წლიდან სანაკრებო პაუზების ფორმატს შეცვლის. როგორც მოგიხსენებათ შემოდგომაზე, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში სამი სანაკრებო პაუზა იყო. თითო თვეში ორი თამაში. 2026 წლიდან კი სექტემბრისა და ოქტომბრის პაუზები გაერთიანდება და ერთი ნაკრები ჯამში 4 თამაშს ჩაატარებს. სანაკრებო პაუზა 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ნოემბრისა და მარტის სანაკრებო პაუზებს არ ეხება. ნახოთ როგორ გაამართლებს FIFA-ს ახალი ფორმატი. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით. ვალენსიას 34 წლის მეკარემ ხაუმე დომენიკმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სურს მასთან ერთად მეტი დრო გაატაროს, რაც ლოგიკურია. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად გუნდში გიორგი მამარდაშვილი წლობით ირიცხებოდა. ქართველი მეკარე დომენიკის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შენ ყველასთვის მაგალითი იყავი ხაო, წარმატებებს გისურვებ. დაწერა მამარდაშვილმა მის სოციალურ გვერდზე. კრიშტიანო რონალდუმ თავისი ჯილდოების მდიდარი კოლექცია კიდევ უფრო გაამდიდრა. პორტუგალიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელებმა ახლახანს დაწესებული პრემია სახელწოდებით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ 40 წლის ვარსკვლავს გადასცეს. გადაცემით არ გადაუციათ, რადგან გადატვირთული გრაფიკის გამო კრიშტიანო დაჯილდოების ცერემონიას ვერ ესწრებოდა. თუმცა გავრცელდა მისი ვიდეო კომენტარი, სადაც ორგანიზატორებს დაფასებისა და აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რონალდუმ ნამდვილი ეპოქა შექმნა და მსოფლიო ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა. პრიზების თვალსაზრისით ყველაზე პრესტიჟული ოქროს ბურთის ჯილდო ლეგენდარულ პორტუგალიელს 5-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო კარიერის მანძილზე როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე გატანილი 953 გოლით მსოფლიოს ყველა დროის რეკორდსმენია. ვილიარეალმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში დამატებული ფეხბურთელების პრეზენტაცია გამართა. ახალწვეულებს შორის იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც პრეზენტაციის ფარგლებში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მადლობა ყველას, ვინც ვილიარეალის მხრიდან ჩემი ტრანსფერის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. ვილიარეალმა ჩემს სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადა, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ მიყვარს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა და მინდა ეს ნდობა გავამართლო. მოუთმენლად ველოდები მატჩებს. ყოველთვის ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო და არც ეს სეზონი იქნება გამონაკლისი. კარგად ვიცი, რა ძლიერი თავდამსხმელები ყავდა ვილიარეალს წარსულში, მათ შორის ბოლო წლებში. აქ გადმოსვლამდე რობერ პირეს ვესაუბრე, მან ძალიან დადებითად დაახასიათა კლუბი და მითხრა, რომ ვილიარეალი ერთი დიდი ოჯახია. ფიქრობ, ჩემი საფეხბურთო თვისებები ესპანურ ფეხბურთში გამომადგება. ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს ესპანეთის ჩემპიონატს და ვოცნებობდი ოდესმე აქ მეთამაშა. იმის გათვალისწინებით თუ როგორი შემადგენლობა ყავს, ამ სეზონში ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. წვრთნელს უკვე ვესაუბრე, მაგრამ კიდევ გვექნება შესაძლებლობა უფრო დეტალურად და კონკრეტულად ვისაუბროთ მის გეგმებზე და იდეებზე. რაც შეეხება თანაგუნდელებს, ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული და ისინი მხოლოდ დღეს დაბრუნდებიან. როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად ატლეტიკოსთან სათამაშოდ მზად ვარ. ლა ლიგაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. აქ თამაშობდა მამარდაშვილი და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ესპანურ კლუბებში კიდევ არაერთი ქართველი ფეხბურთელი მოხვდება. ცნობისთვის ატლეტიკო ვილიარეალის მატჩი შაბათს 13 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. ვილიარეალის აღმასრულებელმა დირექტორმა ფერნანდო როიგ ნეგუეროლესმა გიორგი მიქაუტაძე შეაქო. დღეს ყვითელმა წყალქვეშა ნავმა ახალწვეულები წარადგინა და ნეგუეროლესმა მიქაუტაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. გიორგი არის თავდამსხმელი, რომელიც ჩვენი გულშემატკივრების გულებს დაიპყრობს. ჭკვიანი ბიჭია და ვილიასა და ბუტრაგენიოს მსგავსი უნარები აქვს. ფანტასტიკური თავდამსხმელია და დარწმუნებული ვარ, ბევრ სიხარულს მოგვიტანს. შეგახსენებთ, რომ ვილიარეალმა მიქაუტაძე ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს შეიძინა და ქართველი ფეხბურთელის დებიუტი 13 სექტემბერს შედგება. ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ატლეტიკოს ხვდება და დიდი ალბათობით გიორგის როხი ბლანკოსის წინააღმდეგ ვიხილავთ. თუ მოგწონს ის კონტენტი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ დაიზარო ლაიქის ღილაკის დაჭერა. ჩვენი მიზანია ავიდეთ 1000 მოწონებაზე. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. მე მალე
მალე დაგიბრუნდებით, მანამდე კი წარმატებები.